თემურ ჭყონია ყველაზე წუწურაქი ბიზნესმენი გამოდის და იძახის, რომ საქართველოში არის საშინელი ბიზნეს გარემო და ბიზნესი ვერ ვითარდებაო და ეკონომიკა წყალს მიაქვს. და პარალელურად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე მაკდონალდის ობიექტები იხსნება და სოკოებივით ამოდის. სააკაშვილის რეჟიმის დროს თბილისში ქონდა თუ არ ვცდები 2 თუ 3 მაკდონალდის ობიექტი. და დღეს ეს ობიექტები არის 93. თუ ბიზნესი ესეც საშინელ დღეშია, თუ ბიზნესი ვერ ვითარდება, თუ საშინელი ბიზნეს გარემოა და გუდავენ ბიზნეს და ეკონომიკა ინგრევა და წყალს მიაქვს, რანაირად ვითარდება თემურ ჭყონიას ბიზნესი და ან რისთვის სჭირდება ამდენი მაკდონალდის ობიექტი ყველა უბანში 3-3 და 4-4 იხსნება უკვე თუ ესეთი საშინელი ეკონომიკური მდგომარეობაა ჩვენთან ვისთვის ხსნის ამ ობიექტებს ან რისთვის ხსნის თან იძახის რომ საშინელი ბიზნეს გარემოა და ბიზნესი ვერ ვითარდებაო საქართველოშიო თან ხედავთ პარალელურად ამისა რომ თემურ ჭყონიას ბიზნესი ვითარდება კი არა, რა ვიცი 10ჯერ და 20ჯერ უფრო მეტი ობიექტი აქვს ჭყონიას ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მართლობის დროს ქონდა, ხო? ეს ხო ფაქტები, ამას მე ხო არ ვიგონებ და ყველა ჩვენი თვალით ხედავთ, ხო, ამ ყველაფერს. ეს რაზე მიანიშნებს? ეს მიანიშნებს იმას, რომ თემურ ჭყონია არის უბრალოდ არა მხოლოდ წუწურაქი ადამიანი, არამედ მატყუარა კაცი და ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამით ზიანი მიაყენოს ქართული ოცნების ხელისუფლებას და რაღაცა ქულები დაუწეროს ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის და ეს მეტი ვერაფრით ვერ აიხსნება ის, რომ თემურ ჭყონიას განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მის მოქმედებებთან. და კიდევ ერთი მე ამ ქალაქში დავიბადე და ბერდები და არასდროს არავისგან არ გამიგია რომ თემურ ჭყონია ვინმეს რამეში დახმარებოდეს ან ამ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გაიკეთებინოს ჩვენი მომავლისთვის ან რამე ისტორიული ძეგლის აღდგენა დაეფინანსებინოს ან რამე მონასტერისადმი აიშენებინოს ან რამე გაეკეთებინოს უბრალოდ ამ ქვეყნისთვის სასიკეთო. მე ასეთი რამ არ მახსოვს და არავისგან არ გამიგია. პირიქით, ბევრჯერ მსმენია, რომ ჭყონიასთვის მიუმართავთ ჯანმრთელობის პრობლემით ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ყველა ასეთი ადამიანი უარით გაუსტუმრებია. და აი ესეთი დამპალი კაცი ხელს იშველს ივანიშვილზე, რომელმაც 3 მილიარდზე მეტი დახარჯა ამ ქვეყანაში და ეხლა რო ჩამოყვე ივანიშვილის გაკეთებული საქმეები, შეიძლება 2 საათი არ მეყოს. და აი ესეთი არასწორი კაცი როგორიც არის ჭყონია, ხელს იშველს ივანიშვილზე და აკრიტიკებს ქართული ოცნების ხელისუფლებას. აი ეგ კაცია ჭყონია. ჭყონია არ არის მხოლოდ წუწურაქი კაცი, ჭყონია ასევე არის მატყუარა არაკაცი და აი ეგ არის და ეგ რისი თქმაც მინდოდა ჭყონიას ტყუილებთან დაკავშირებით.